განვიხილოთ სამ ფუნქციები 3, 3-ი, 3-ი და D3. მას ისეთივე სინტაქსი აქვს როგორც count-ის ფუნქციებს, მაგრამ მაინც თითო მაგალითი გავაკეთოთ იგივე ცხრილზე, სადაც მოცემული გვაქვს თანამშრომლების სქესი, თანამდებობა და ხელფასი. დავიწყოთ პირველი გავაკეთოთ სამ ფუნქცია. დავთვალოთ თანამშრომელთა ხელფასების ჯამი, ანუ 3 და უნდა მოვნიშნოთ number, ანუ ხელფასები, რაც უნდა ავჯამოთ. ესე იგი, ერთი თვის განმავლობაში თანამშრომლებისათვის გაცემული ხელფასი ყოფილა 9750. შემდეგი გავაკეთოთ 3 if ფუნქცია, მამრობითი სქესის წარმომადგენელთა ხელფასების ჯამი. ანუ 3 if-ი range არის სქესი, ანუ მთლიანად უნდა მოვნიშნოთ range არის ის, რომელსაც შემდეგ კრიტერიუმს ვამბობთ და სამ range არის, რაც უნდა ავჯამოთ. შემდეგ ბრჭყალებში აუცილებლად კრიტერიუმი, ჩვენ შემთხვევაში მამრობითი MM და სამ range, ანუ ხელფასები. 4550 ყოფილა მამაკაცების ხელფასების ჯამი. შემდეგი 3 if-ი. 3 if-ის საშუალებით დავთვალოთ ქალი მოლარეების ხელფასების ჯამი. 3 if-ში 3 if-ისგან განსხვავებით პირველი კრიტერიუმი არის 3 range. 3 range მოიცავს ან ჩვენ შემთხვევაში რაც უნდა ავჯამოთ, ესე იგი ხელფასების დიაპაზონს. შემდეგ კრიტერია range, ანუ თვლით მდედრობითი მოლარე ოპერატორების, ანუ სქესი. შემდეგ ბრჭყალებში კრიტერიუმი. მეორე დიაპაზონი თანამდებობების და შემდეგი კრიტერიუმი მოლარე. და მათი ჯამი ყოფილა 1100. და დავთვალოთ D3-იც, ამისათვის ჯერ უნდა ჩამოვიტანოთ ცხრილის თავი. უნდა მოვნიშნოთ და კონტროლის საშუალებით გადმოვიტანოთ თავისუფალ ადგილას. და მივუწეროთ კრიტერიუმები. თქვათ დავთვალოთ მამრობითი პროგრამისტების ხელფასების ჯამი, რომელთა ხელფასიც მეტია ან ტოლი 1000-ზე. ანუ სქესი იქნება მამრობითი, თანამდებობა პროგრამისტი და ხელფასი მეტია ან ტოლი 1000-ზე. უდრის D3 database, ანუ მთლიანად ცხრილი. ფილდი სვეტი, ესე იგი ხელფასების ჯამს ვთვლით და ხელფასი არის მეოთხე სვეტი, 4-იანი და კრიტერიუმი. კრიტერიუმების დიაპაზონი. 2200 ყოფილა მათი ჯამი, ამ კრიტერიუმის ჯამი. თუ მაგალითად თქვათ პროგრამისტის გასწვრივ ხელფასს შევცვლით და დავწერთ 3000, თქვათ. შესაბამისად, ჯამიც შეიცვლება.